უარად ყველად იმედოვნებდა, რომ იმ შორეულ პროვინციაში ვერავინ იცნობდა და დასვენება შეძლებდა. სკოტლანდ იარდელმა ჯეპმა იქაც მიაგნო და პირდაპირ საუზმობისას დაესხა თავს. და რატომ არ ვიფიქრე იმაზე, რომ დანაშაული ყველგან ხდება? აბა რა მოხდა? საქმე ერთი ჯენტლმენის თვითმკვლელობას ეხება. მე თვითმკვლელობის მიზეზის გამოკვლევებით არ ვარ დაკავებული, ეს ჩემი სფერო არ არის. შეაწყვეტინა პუარო. საქმეც ისაა, რომ ძალიან საეჭვო თვითმკვლელობაა. ჩაკეტილ ოთახში. ჩემი აზრით, მას არ შეეძლო თავის მოკვლა. სხვათა შორის დოქტორი ჰიტსიც ამას ფიქრობს. ბოლო წინადადება პუაროსთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან თავის საყვარელ ჩიბუს თავი ანება და ჯეპს შეხედა. მომიყევი საქმის დეტალები გეთაყვა. გარდაცვლის უოლტერ ერქვა. 50 წლამდე ასაკის მამაკაცი იყო, თუმცა კარგად შენახული. ამ მხარეში 8 წლის წინ ჩამოვიდა და არენდით ძველი საგვარეულო სახლი ლეი-ჰაუზი აიღო. საცხოვრებლად 3 ოთახს იყენებდა. მასთან ერთად ცხოვრობდა მისი ეკონომიკალი, მის კლუგი, რომელიც თან ჩამოიყვანა. ამ დღეებში მისტერ პროტეროს სტუმრები ჰყავდა, მისტერ და მისის პარკერები. წყვილი აქ ლონდონიდან ჩამოვიდა. დღეს დილით მას კლუგმა აღმოაჩინა, რომ მისმა ბატონმა ჩვეულებას უღალატა და ბაღში აღარ გაისეირნა. მის ოთახთან მივიდა და კარი შიგნიდან დაუხვდა დაკეტილი. ქალმა მაშინვე პოლიციაში დარეკა. კონსტებლი პოლარდი და დოქტორ ჰიტსი თითქმის ერთდროულად მივიდნენ იქ და კარი შეანდრიეს. პროტერო იატაკზე იწვა, გახრეტილი შუბლით და მარჯვენა ხელში პისტოლეტით. ერთი შეხედვით ყველაფერი ძალიან ჰგავდა თვითმკვლელობას. პუარომ თვალები მოჭუდა. ეჭვის საფუძველს რა გაძლევს? მესიე პუარო, ხომ არ ჯობია თავადვე დაელაპარაკოთ დოქტორსაც და ადგილზე ნახოთ ყველაფერი. ლოგიკურია, თქვა პუარომ. მაშინ წავიდეთ და დროს ნუ არ დავკარგავთ. ლეი-ჰაუზი ერთი შეხედვით მიგდებულ სახლს ჰგავდა. დიდი ეზოთი გარშემორტყმული, მოწყენილად გამოიყურებოდა. პირველ სართულზე, დიდ ოთახში, რამდენიმე ადამიანი იყო. უგემოვნოდ ჩაცმული, უხეშნაქვთებიანი მამაკაცი. საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობის ქალი, თუმცა ვულგარული და მაღიზიანებელი გამოხედით. კიდევ ერთი ძალიან ღირსეული ქალბატონი. მთლიანად ჩავებში ჩაცმული, ალბათ ეკონომიკალი და ექიმი ჰიტსი. დოქტორმა მაშინვე ისმო ცნობილი დეტექტივი, მიესალმა და იმ ოთახისკენ წაუძღვა, სადაც დანაშაული მოხდა. პუარომ მისტერ და მისის პარკერებთან გასაუბრება გადადო. გვამი ისევ იატაკზე ედო. პუარო მისკენ დაიხარა. გვამი რატომ გადაადგილეთ? იმიტომ რომ თვითმკვლელობა გვეგონა. მერე დავაკვირდით, რომ პისტოლეტი მერე იყო ხელში ჩადებული. ფანჯარა დაკეტილი დაგხვდათ? დიახ. გასაღების ვერსად ვიპოვეთ. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი. ვითომ მან თვითონ დაკეტა, გასაღები ფანჯრიდან გადააგდო და მერე ფანჯარას გადარაზა. მესიე პუარო, ამ გამოცანას მხოლოდ თქვენ თუ ამოხსნით. პუაროს ნაცვლად ჯეპმა უპასუხა. მოდი ასე ვიმსჯელოთ. დაუშვათ, რომ ეს მკვლელობაა. მკვლელი შემოვიდა კარიდან. გააკეთა თავისი საქმე. ისევ კარიდან გავიდა, ჩაკეტა და გასაღები თან წაიღო. სულელი ყოფილა. თქვა პუარომ და სიგარეტის ნამწვევით სავსე ბუხარს და საფერფლეს გახედა. მერე მოულოდნელად ექიმს მიმართა. დოქტორო, თქვენ აქ ახლა სიგარეტის ზუნგს ზნობთ? არა. ხრები აიჩიჩა დოქტორმა. ამას რა მნიშვნელობა აქვს? ყურადღებას ნუ მომაქცევთ, ისე ვიკითხეთ, ჩაილაპარაკა დეტექტივმა. ეს ჯენტლმენი აშკარად ბევრს ეწეოდა, ძალიან ბევრს, მაგალითად, წუხელ 20 სიგარა მაინც მოუწევია. ეს რაღაცა? ჯეპი გვამთან დაიხარა და წაუსტვინა. აქამდე როგორ ვერ შევამჩნიეთ. ექსპერტმა იატაკიდან მამაკაცის პერანგის სამაჯურის გატეხილი სამაგრი აიღო. დოქტორო, იქნებ ქვემოთ ჩაბზანდეთ და ჯერ ეკონომიკალს დაუძახოთ. გონი მესიე პუაროც მზად არის მასთან სასაუბროდ. მე ეს არ მომითხოვია, ჩაიბრტყუნა დეტექტივმა, მაგრამ ექიმი მაინც წავიდა. ეს პარკერები მოითხოვენ მალევე მისცეთ საშუალება ლონდონში გაემგზავრონ. ამბობენ გადაუდებელი საქმეები გვაქვსო. თუ აქ რაღაცეები გავარკვიეთ, პარკერებს გადაუდებელი და სერიოზული საქმეები აქ ექნებათ. მის კლუგი კითხვებზე მოკლედ პასუხობდა. ეს იყო ძალიან სერიოზული და თავშეკავებული ქალი. დიახ, მის ბატონს ჩვეულებრივ ღია ფანჯრიან ოთახში ეძინა ხოლმე. პარკერები მან მხოლოდ 3-4 დღის წინ გაიცნო, როცა მათთან ჩამოვიდნენ, თუმცა მგონი ბატონი მათ ადრეც იცნობდა, მაგრამ განსაკუთრებული სიხარული არ გამოუხატავს. ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდნენ. გუშინ საღამოს საკმაოდ გვიან დაწვა და ესმოდა სასტუმრო ოთახში როგორ კამათობდნენ მისი ბატონი და სტუმარი. არა, გასროლის ხმა არ გაუგონია. დიახ, მის ბატონს ჰქონდა იარაღი და თავის ოთახში სეიფში ჩაკეტილს ინახავდა. მისტერ პროტეროსთან ის თითქმის 14 წელია მუშაობს.
ეკონომიკალის დაკითხვის შემდეგ ჯერი ცოლ-ქმარ პარკერებზე მიდგა და მათ ვერ შეძლეს ჯეპი თავიანთ უდანაშაულობაში დაერწმუნებინათ. მისტერ პარკერმა ვერ უარყო, რომ პერანგის სახელოს სამაგრი მას ეკუთვნოდა. ჯეპმა თავი უფლებამოსილად მიიჩნია, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. მისი ვერსია ასეთი იყო: მისტერ პროტერო მისის პარკერს ყვარობდა. მათ ჰქონდათ კავშირი, რომლის შესახებაც ქმარმა შეიტყო და ცოლის საყვარელს გაუსწორდა. მერე ისე მოაწყო, რომ მკვლელობა თვითმკვლელობას დამსგავსებოდა, თუმცა ჭკუა არ იყო. რაღაც დეტალები უკეთ გაეთვალა და ჩავარდა კიდეც. პუაროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ამ ვერსიის გასაბათილებლად ან დასადასტურებლად. მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოეცხადა ჯეპს კაბინეტში. მოვედი რომ გითხრათ, მისტერ პარკერს პროტერო არ მოუკლავს, ეს თვითმკვლელობა იყო. როგორ? განსუფრდა ინსპექტორი. მე მოგიტანეთ წერილობითი აღიარების ჩვენება მის გლუგისა. არ მითხრათ, რომ მკვლელი ის არის, ახსოვსდა ჯეპი. ამას დამტკიცება სჭირდება, მესიე პუარო. ვიცი, თქვენ ფიქრობთ, რომ აქ ნიფტკიცების გარაშე მოვდიოდი? მის გლუგს უყვარდა თავისი ბატონი და მისის პარკერი დანახვისთანავე შეიწულა. როგორც თქვენ, კეთილო ჯეპ, მანაც იფიქრა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. ამიტომ როცა ოთახში შევიდა და თავისი ბატონი შუბგახრეტილი ნახა, გადაწყვიტა პარკერები გაემწარებინა. მან ფანჯარა მიხურა და ჩაკეტა. პისტოლეტი კი ბატონის ერთი ხელიდან აიღო, გაწმინდა და მეორე ხელში ჩაუდო. მხოლოდ მან იცოდა, რომ მისი ბატონი ცაცია იყო და ექიმს აუცილებლად დააეჭვოდა პისტოლეტის ასეთი მდებარეობა. რატყვი არის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. მერე სასტუმრო ოთახში ნაპოვნი სამაგრის გაახსენდა. ოთახიდან გავიდა, კარი გადაკეტა, გასაღები კი ბაღში გადააგდო. მაგ კონვერტში წერილთან ერთად გასაღებისდევს. კი, მაგრამ თვითმკვლელობის მოტივი? შესახა ჯეპმა. ვალები, ჩემო კეთილო, ვალები. კარში წაგებული ფული და მთელი ქონება. მას მისტერ პარკერის სოლიდური თანხაც ემართა.